მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ეზი და დაგემართ მორგი ვიდეოც. დღევანდელ ვიდეოში არ ვიქნები მარტო გოყოლება სტუმარი ჩეკო. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. დღევანდელ ვიდეო იქნება პიცების შესახებ, ანუ უნდა გავხსნიოთ სამი პიცერიის პიცა, დავაგემოვნებთ, შევადარებთ დაუწერთ ქულებს და გამოვავლენთ საუკეთესოს და არ დაგავიწყებთ ჩემი არხის და ჩეკოს არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და ზარის გააქტიურება, ჩეკოს არხის ლინკი იქნება აღწერაში და პიცათა და ოპა! კოლა. ოპა! ეგა. პეპერონი გვექნება ყველგან, იმიტომ რომ თანაბარი შეფასება იყოს და გადაიღე რა, ნუ გერიდები. არა ძმაო, მე არ ვშია, მაჭავი მოვიდრე. კაროჩე, ძმებო, ესეთი ვიდეოები თუ გაგესწორდებათ, უეჭველი დალაიქეთ ეს ვიდეო, არხი გამოიწყეთ და საერთოდ გააქტიურეთ. ამ ვიდეოთი რა ვერთი 350-450-ზე მაინც ავიდეს რა არის. ეგეთი 100 ლაიქ თუ იქნება ამ ვიდეოზე, კიდე მოვახმო სხვა ვიდეოებში. რა უძამა მაგარი ანუ თავიდან ის ტომატი რას უსვია რა პირველ ფენაზე მაგარი გემოაქვს მაგას და ძალიან მაგარი არომატი მოაქვს თანიდან პეპერონი გემრიელია თან იტალიური პიცების განსხვავებით სქელი ცხომი აქვს ამას რა და მე ბევრად მოვასება რა ყველის მაგარი გემოაქვს და შორის ყველის ბევრი აქვს ძალიან იქნი და მე რა ვიღეთ ის მეთქობოდა რა მოგზანდი ოპერატორი მივიწვი რა მოდი აი ტომატ ძალიან მაგარი გემოაქვს რა აი ოხდები ასევე იმედია ბექგრაუნდზე მუსიკების ხმარის ხო ჩეკო არ ჩემი ეთორი ვიდეოები რომ მოგწონთ ყველაფერს ვისაკეთებს რა და კომენტარებში გულები გავუსწავლე კაროჩე რა უმე მაგრამ მომეწონა ძალიან ეს პიცა სავარაუდოდ დღეს ყველა პიცას 10 ქულას დაუწერ მე გულებს თან პირველი რო არ ვიცი რა ხო პირველი რო არის თან ანუ ისეთი თემა ერთად რო გქონდეს ყველა და რაღაცა და როს უჯავდით და ბოლოს დაუწეროთ ქულები ისეთი თემა კაი იქნება შედარებით იმიტომ რომ ყველა დაგემოვნებული რო გიქნება დასკვნას მარტივად გააკეთებ რა მაგრამ ეხლა ესე არ ვიცი და ეს პირველი არის და პირველივე ძალიან მაგრამ მომწონს. მეორე უკვე პირველს შევადარებს და მაგის მიხედვით დავუწერ. ამდენ ქულას უწერ. მოდი 9 იყოს, იმიტომ რომ შეიძლება პიცები რომელიმე უფრო მაგარი იყოს და ერთ ქულას დავიტოვებ მაინც რა. ვისაც გასინჯული გაქვთ ასევე დღეს რა პიცერიებში ვცვით იმ პიცერიის პეპერონები თქვენი ასეთ დაწერეთ. რომელი პიცერიის პიცა არის პეპერონებში საუკეთესო თქვენი ასეთ დაწერეთ კომენტარებში. მოკლედ ახლა ამ პიცებს ჩვენ სახეს ავახევთ და დაგიბრუნდებით მე შემდეგი ფილიალით. მოკლედ დავბრუნდით, ჩვენი შემდეგი ლოკაცია არის გალერეა და ჩემი ნაკები პიცა, ვენდისის პიცა უნდა გავსინჯოთ. პიცა. აუ, აღარ გვინდა. ეს მაგარი თხელია რონიშთან შედარებით. და ისა, მაგრამ წინაზე რო გავსინჯე უკეთეს ვიძე იყო ბევრად. რაღაც. არ არის მაგრამ კარგად დაჭრილი თუ რა. სამიორით. გემო კაია, просто აღარ ჩადის. ნაპიცა თლიან დამოჭამა. მაგრამ სიმართლე ვთქვა, იმას არ მიჩვენია. რონის პიცას. ეხა არ ჯობდა, წინა ვიდეოში ჯობდა. რონის პიცას არ მიჩვენია. წინა ვიდეოში ბევრი რაღაცა უქენდა მაგიდო. რაღაცები ხო და წინა ვიდეოში ორმანგი პეპერონი იყო და მაგიტო ალბათ. და უფრო სქელი იყო და. ახლა არა, დიად გემი ანუ ხო რეალურად ძალიან თხელი პიცა არის რა. აი ძალიან საშუალო თხელია აი. თქვენ თუ გაქვთ მეგობრებო გასინჯული ვენდისის და რონის პიცა შეადარეთ ეს ორი. მე ძმა რონის პიცა მაგრამ მომეწონათ. მაგარი სუდია. კარჩი როგორც ხართ რონის პიცასთან შედარებით ბევრად ნაკლები პეპერონი აქვს და იმას ყველის მეტი ქონდა. რა ქვია, უფრო სქელი იყო. სქელი ამერიკული და ეს იტალიური რა. უფრო გემრიელი. ხო, ბევრად გემრიელი იყო და ტომატის სოუსი და ყველი მას ხაძიძგელი იყო იმენა, აი ამას დაენამას. სუდი გემოაქვს, იმას სუდი გემოაქვს რა. ვენდისში როგორც ვენდისის არის რომ მაგზონალში ჯობია ბურგერებში და რაღაცა ეგრე პიცას არ უვარდათ რა. კაროჩე ბურგერებთან ერთად პიცას არ უვარდათ. მე თვითონ გიხარ დასახურია ვენდისი. და აი შეფასება. მე ამას ავუწერდი ახლა 6 ნახევარს. მეც კაი 7 იყოს რა, კაი რახან კაი სტაფი იყოს. ვსო მოკლედ რა იგა ვენდის პიცას. ერთი პიცა დაგვჭირდა. ხო. დომინოს პიცა სტუდიაში. ვსო მოვიდა დომინოს პიცას. აი ეს რა მოიყურება. და ეს არის ყველაზე სული. ტაქსები. ამერიკაში არ ცხოვრობთ, მე როგორც საქართველოში ცხოვრობ და დომინოს პიცას აქვს ტაქსები. ანუ რეალურად ეს ძალიან პატარა პიცა. ის 17 ლარი და ტაქსი არის 3 ლარი. რა ტაქსი? ძმებს ამერიკაში მოუნდათ და ეს რა ასკავს. Really nigga? რა მახინჯი პიცა. აუ არა ძმა, შანსი. ხო და დომინოში ის უნდა გაუთვალისწინოთ რომ გამოგვარდეს რესტორნიდან. რესტორანში არ შეგუშვეს და ურია ბიჭო შიგნით. აი ეს უკვე პატარა ნაწილი.
აი მედი გასინჯე. ნახდა რა მაქვს სურვილი ამის გასინჯვის სიმართლე ვთქვა. ოკეი, ხო. ვიძე, აი ესეთია და დიდად ძალიან გენერალი არ ძალიან გამოვიდა. დამწვარს გავს რაღაცა. ხო, თან- აღარ საისრობა გვიჭველი. აი 3 2 1. ბანანეს დემო ხასა. ანუ წაღან ინდის ისეთ ცუდიც არ იყო რა, ანუ არ მშევდა, მაგრამ მაინც ჯამდა ეს რომს ხშევდა შეიძლება ვერ ჯამო. არა, მართლა ძალიან სუდია, თან ძალიან სქელია. გარეთ რო იყიდება საცხოვებში პატარა თხელი პიცები, თეფშის თხელები, ისინი უფრო გემრიელია, ვიდრე დომინოს პიცა. კარგი ხო რა, არა გემრიელი, ამას მე დავუწერ 4 ნახევარს. 5 შეიძლება მაქსიმუმ. 4 ნახევარი 3. ამის ბევრია დაშვიდე თუ გეტყვი. არა და გავუწევთ ვიდეოს და ლაიქება არხის გამოწერას, არის გააქტიურება ჩეკოს არხიც და ინსტაგრამის და ყველაფერი აღწერაში იქნება. მოკლედ წავედით რა, სულ კარგი, წავედით.